ინფორმაცია და პირველი დღეს ეს ნარკოტიკი მიიღეს, გული ნარკოტიკი და გული გავსა მოკლა. როგორც ესეთი შემთხვევები ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი. ამაზე არავინ არ საუბრობს. არ მოგიგეთ, ანუ ჩვენ ნემობები ხდება ჩვენი ახალგაზრდების, ახალგაზრდებს კლავენ, ანუ დაწესებულებასაც ახალგაზრდები ხდებიან, ებუყებიან და ეს ადამიანები, ვისაც ეს ბიზნესი აქვს, წარმოგიდგენთ, მათ ეს არც აწუხებს, რომ მათაც ეგეთი შვილები აქვს, ის ვისაც ეს ბიზნესია, მათაც ეგეთი შვილები აქვს, წარმოგიდგენთ. არავინ ამაზე ხმას არ იღებს. ახლა ვაკვირდებოდი ამ დღეების განმავლობაში, რომელიმე ტელევიზია თუ გააკეთებდა ამაზე გადაწყვეტილება, ფეისბუქი აჭირებულია, რომ ეს ოკუპა გულში დაიღუპა. არც ერთი ტელევიზია არ დაინტერესებულა და არ გამოუყლებია. ეს აი პატარა რაღაცა რომ მოხდეს ამდენადი სიკვდილები კი არა, ეს ყველაფერი დეტალები ისე თავი გამომძებელი ჟურნალისტები ყავდა, ფერი დეტალები და არავის არ გამოუძიებია ესო. ეს ბავშვი 19 წელს ულამაზესი გოგონა, ულამაზესი, ძალიან იქშიერი, ძალიან წარმატებული ბავშვი წარმოგიდგენთ. ყოველი გაჭირებაში გაზრდილი თელი ცხოვრება ეს დედა თვითონ და ეს ბავშვი ესე დაიღუპა. არავის ეს არ აინტერესებს. ზაფხულში ორი შვილის დედა დაიღუპა, ეგეც კუბურ ნარკოტიკით, იყო ლისე იყო რაღაც ტარდებოდა, რაღაცა საშინელება ტარდებოდა ლისე, იქ მივიდა კუბურ ნარკოტიკი გასინჯა ერთი რაღაც ერთხელ და ინდუჩევ გარდაიცვალა ეს გოგო. ორი შვილის დედა წარმოგიდგენთ. და ქმარმა რო გაიგო ეს მისი მეუღლის გარდაცვალება, რო გაიგო მისმა მეუღლემ იმპაქტი მოვიდა და ეს ადამიანს გაინვალდა. ის გადაარჩენს ქმარის სიკვდილს. ანუ ბავშვები შეგლანობლად. არანაირი რეაქცია კი. არანაირი რეაქცია ამას. ჩემთან როგორც მოზღუდს აბსოლუტურად თითქმის ყველა კვირა გადავაყვირა, რომ კუბური ნარკოტიკის გამო შეშლილი ბავშვები არ მომყარდა, რომელიც ეს იყო კუბური ნარკოტიკი. გონებრივად შეიშალა, ჭკუიდან შეიშალა და მოჩვენებები აქვს და ქუჩაში ვეყარ გამოდის, სახში იკეტება, ვერ გამოდის და ესეთი თითქმის აი ყველა კვირაში ერთი-ორი ადამიანი მაინც მოყავთ ხოლმე ჩემთან. ჩვენ მეგობრები მუშაობენ სამედიცინოში, სასწრაფოებში მუშაობენ და არასდროს შაბათი კვირა, აი ძალიან ძნელ მდგომარეობა სამართლებში, რომ ეს ბავშვები ყველა გამის მოწამლენ ნარკოტიკის მოწამლებს მიყავთ სულ სამართლებში. უამრავი შემთხვევა ამაზე და სამწუხაროდ ამაზე არც სახელმწიფო ლაპარაკობს ამაზე. არც ოპოზიცია და არც არავის. ეს არავის არ აინტერესებს. ერთი პერიოდი ცადეს იმაში ხელისუფლება ცადა ერთ პერიოდში რომ ეს კლუბები დაეშალდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა და ცადეს და ნახე გამხდა მიტინგი და პრემიერი გამოდა ბუდიში მოუხადა იმ ხალხს რომ რატო დაგარბეთ აკრუში თამაშო. ადრე ჩვენი შვილები იღუპებიან. ჩვენი შვილები ყდებიან და ტელევიზიები ამათ ხარეს იდგნენ. ანუ ჩვენი შვილების სიკვდილს ესენი ყველანი ხელს უწყობენ, წარმოიდგინეთ. მე მაკვირვებ ჩვენი შობლების მაკვირვებ. როგორ ვიცი აი ერთი ბავშვი მოკვდა ამას გაიგე, შენ შვილს იქ როგორ უშვებ. მაგრამ მშობლების უზრუნველები არიან. ვერ იმორჩილებენ უკვე ამ შვილებს. არა და საოცარი თაობა ხო, საოცარი ნიჭიერი თაობა ეს ჩვენი ახალგაზრდები ძალიან მაგარია და ამ თაობის ესე მოკლაულად ამ ნარკოტიკებით, რუშეობით, გაყრილებით ამაში ვიყუპავენ თაობას, ამაში ვიყუპავენ თაობას. ერთხელ მახსოვს ერთ ჟურნალისტს დაუბრუნე მაშინ. აი სანამ ეს პარაგრაფი ერისთვის დაუწყო ჩვენ მაშინ გავსვით ეს რომ კანონი მიიღოთ. მაშინ ამაზე თამაში ჩემი მიზანი იყო თავიდან ეს პარაგრაფები რომ დავიწყე, კანონი არ არსებობდა მაშინ ბაზარი თამაში დაკავშირები და დავიწყე ეს მაღლოცვა, დავიწყე აი კანონი მიიღო. ის მაგით რაღაცა დოზის კანონი მიიღეს მართლა რომ 25 წლამდე უკვე ეგზალდებათ რომ შედიან მოსკოვის ეკონომიკა. მაინც უკვე ვიღაცა ვერ დაიწყეს თავიდან 25 წლამდე თუ არ დაიწყო და მე თამაში იშვიათად მე ვიღაცამ დაიწყო. ის იშვიათია მაგრამ რეკლამები აღარ არის ის მაგით რაღაცა რეკლამები აღარ არის მაგრამ ეს რეკლამები სულ იზარდა და ტელევიზიები გავაოდენ და ყვიროდნენ რას ვიშვებითო ჩვენ ფული დავაყდება